გამარჯობა. მოკლედ დღეს გადავწყვიტე რომ ჯიმხანას ვიდეო გადავიღო და რაც შეეხება ჯიმხანას ძალიან დიდი ხანია ვამბობ რომ ძალიან მაგარი გასართობია ზოგადად. გამოცდილებისთვისაც ძალიან მაგარია, საყურებლადაც ძალიან კარგია. მაგრამ გვაქვს ესეთი სამწუხარო ფაქტი რომ ჯიმხანაზე გამოდის ხოლმე სამწუხაროდ 3, 4 ან 5 კაცი. და მიზეზი ყოველთვის ვამბობ ხოლმე რა. ზოგადად ქართველებს სისხლში გვაქვს რომ შეჯიბზე რომ გამოხვალ უნდა მოიგო. ანუ ის რომ აი შეჯიბზე გამოხვიდე და ვერ მოიგო, ჩვენთან არ მოსულა რა. ამიტომ ყველა ემზადება ისე რომ გამოვა თუ არა უნდა მოიგოს. ამიტომ არ გამოდიან ხოლმე და არ გამოსვლის მიზეზი კიდე ისაა რომ ყველა ჩაილჩობს რომ ანუ პირველივე გამოსვლაზე უნდათ რომ მოიგონ რა. მე ვამბობ ესეთ რაღაცას რომ ის ადამიანები, ვისაც აქვს სკოლა და იმის რესურსი რომ მაგალითად ივარჯიშოს, მოედანი, ფიშკები და მსგავსი რაღაცები, ეგ ხალხი შეჯიბზე არ უნდა გამოდიოდეს. მაგრამ მაინც მეწინააღმდეგებია. მოკლედ აგიხსნით რატო? იქიდან გამომდინარე რომ როცა ტარდება სამოყვარულო შეჯიბრი, პირობა ყველასთვის უნდა იყოს ერთი. ანუ პირობას ას გულისხმობ. სამოყვარულო შეჯიბრი რას ნიშნავს? რა მოტოციკლეტითაც მიხვალ შეჯიბზე, იმ მოტოციკლეტით უნდა გამოხვიდე და უნდა იყო მეტნაკლებად კონკურენტუნარიანი. მაგრამ ჩვენთან აღმოჩნდება ხოლმე რომ უცბად შეჯიბზე მიხვედი, დარეგისტრირდი, სტარტზე დადეგი, გამოხვედი, აღმოჩნდება რომ თურმე ფიშკებს შორის ვერ ეტევი. და რა ვიღაც ჯიგარი მოვა და გეტყვის, მაგით რატო გამოხვედი, მაგრამ რეალურად ნახე რა არის. ეს არის სამოყვარულო შეჯიბრი. სამოყვარულო შეჯიბრი და სამოყვარულო კლასი ნიშნავს მაგას, რომ ნებისმიერი მოტოციკლეტით უნდა გამოხვიდე თავისუფლად. გოლდვინგი იქნება ეს ბეგერი თუ რავი, ნებისმიერი 125-იანი მოტოციკლეტი თანაბრად უნდა იყოს პირობებში. მაგრამ ჩვენთან ეგ არ ხდება ხოლმე. აი ხა მაგას გაჩვენებთ. ჩამოვიდ რუსთავში, ჩამოვიტანე კონუსები, დავალაგე. ეხა 1-2-ს გავივარჯიშებ, აი მაქსიმუმ ვივარჯიშო 10 წუთი. ონდის რატო ეხა ამ მოტოციკლზე მართლა სიმართლე რო გითხრათ, სულ 1-2 ეს სწორზე მყავს გატარებული. ხო და ნახოთ აბა დროის აღებას ეხა რეალურად აზრი არა აქვს. უბრალოდ მინდა რომ მოტო შევეჩვიო, აი საიდან დავამუხრუჭო, მიუხვიო, მოუხვიო რაღაც. რავი, არც წნევები ვიცი ამის სიმართლე რო გითხრათ, არაფერი, მაგრამ რაღაცას ვეცდები. ყოველ შემთხვევაში გავიცნო მაინც ახლოდან. დღეს ხუთშაბათია, შეჯიბრი იქნება კვირას და კვირას საღამოს თუ არ დაეზარა დავითვას ამ ვიდეოს YouTube-ზე ნახავთ, თუ არა მე ორშაბათს ნახავთ და განახებთ ეხლა 1-2-ს როგორ გავივლი. და კიდე ერთი დამოვიწყდა. ეხა გამოვიარე და ყოველთვის ეგ პრობლემა მაქვს ხოლმე მეც და კიდევ ბევრს ნორმალურ და თბილ ქვეყნებში ხდება ხოლმე როგორ. აი ამ კონუსს თუ უნდა შემოვარო მარჯვნიდან არის ერთი ფერი, თუ უნდა შემოვარო მარცხნიდან არის მეორე ფერი და მსგავსად ჩვენთან ყველაფერი არის ერთი ფერი. მაგის გარდა რატომღაც მოსახვევში ის არის დახაზული არის საღებავით, რომელიც ცურავს. ცარცით. ზუსტად ვიცი ეხლაც იგივე იქნება. მოკლედ ეხა ერთი აი მაქსიმუმ 10 წუთი გავიდა რას ვიყავი, შეიძლება არა. 1-2 გავიარე, გამოვიარე. მოტოს ვერ შევეჩვიე. მაგრამ ეგ არაფერი. შეჯიბზე მოვიშინაურებ. თავარია გზა არ ამერიოს. ჩემი პრობლემა ყოველთვის ეგ არის, გზა შეიძლება ამერიოს, იქიდან გამომდინარე რომ ყველაფერი არის ერთი ფერი. თუ დადიხარ ნელა პრობლემა არ არის, თუ დადიხარ ჩქარა, უკვე მე თვალებში გერევა. ყოველთვის ვამბობ, ამიტომ უნდა იყოს სხვადასხვა ფერის ფიშკები. დანარჩენი გამოჩნდება კვირას. მოკლედ მოვიდა შეჯიბრის დღეს და გეზის კონფიგურაცია რო ნახე, ჯობია რომ ცოტა ესენი მოვირგო სავით. ხო და ნახოთ ეხლა ცოტა ისე გამოვიდა რომ
რავი გზა ვერ ვნახე კი ვიფიქრე დრონი ხო არა ვაფრინო მეთქი ზემოდან დავხედავ მეთქი მაგრამ ეგეც უპირატესობაში ჩამეთვლება და არ ვაკეთებ არ მინდა ეხა პოსტა გზის კონფიგურაცია ვნახე და თითქოს ვიფიქრე რომ ცოტა ცხვირი ჩამოვაჩო ჩოდაბლა უკეთესი იქნება აი ოდნავ რო დავწიო რა მოდი ვნახოთ ვენახი მოკლედ 3 კლასია არა 4 კლასია დღეს გავიგე 4 კლასი ყოფილა სკუტერებია მოყვარულები კიდე არის მაქსის სკუტერები დღეს დაემატა და არის პრო კლასი ერთი და არის ბოდიში მოყვარული აბსოლუტია და სკუტერებია ასევე მაქსის სკუტერები ცალკე კატეგორია მე გამოვდივარ აბსოლუტში ვარ ცდე ბოდიში 5 კაცი ნახოთ რა იქნება მე ხამ შეჯიბზე პროსტა გამოდივარ მაგრამ უბრალოდ რომ გამოვალ არც არაფერს არ ველოდები არც არაფერს უბრალოდ მინდა მოტოციკლის გატესტვა თან კიდე ერთხელ ვამოფრო ანუ ნახე შეჯიბი როცა ტარდება შეჯიბზე არ უნდა გამოდიოდეს ის ადამიანი ვინც გზას ალაგებს არც ერთ შემთხვევაში არც ის ადამიანი ვისაც აი მოედნის და კონუსების რესურსი აქვს არ უნდა გამოდიოდეს იმიტომ რომ არის მოყვარული სამოყვარულო შეჯიბი. ეხლა რამდენიც არ უნდა გინდა აბსოლუტი და არ გვინდა გინდა ჯიმხანას პრო რაიდერი აქ არავინ არ არის. შესაბამისად ყველაფერი არის სამოყვარულო ყველაფერი გასართობი. ამიტომ ეგ არის ჩემი წინადადება. ამ მოტოთი გავიარე, რავი 10 წუთი ვიარე. კი ნახავთ მაკადრებს შეიძლება 10 წუთიც არ მევლო გადამულად, უბრალოდ მოტო გავიცანი. ეხლა მუხრუჭის სახელური და კონუსის მოვირგე. ცხვირი ცოტა ჩამოვაჩო ჩედაბლა დავადაბლე. დაბალ ისეთი დაკეტილი მოსახოვებია რომ დამუხრუჭების მერე ეგრევე გიწევს მოხვევა და ნახოთ რა ერთი გავლი გამოვლი ვარჯიში იქნებაო ისევ იგივე პრობლემა ყველა კონუსი აბსოლუტურად ერთ იგივე ფერია საიდან უნდა შევხვიო საიდან უნდა მოუხიო მაგას მნიშვნელობა არ აქვს ისევ იგივე საღებავია რაღაც მაგრად სურავს და მოკლედ ნახოთ რა იქნება რა გავლით გამოვლით გაგაგებინეთ რა ეხა იწყება ჩვენი კლასი. ვემზადებით. მორჩა. დავი, მოიყვანე კვალიფიკაციაზე შევხვდეთ ეგრევე რა. სამოყვარულო კლასი, მორჩა სკუტერების კლასი, მორჩა მაქსის სკუტერების კლასი, მორჩა დარჩა აბსოლუტი კლასი. ბენზინი ანთებს, მაგრამ ჩემი ქალური ინტუიცია მკარნახობს რომ მეყოფა. მე ერთი 5 ლარი და გავა.
კითხაია, თუ გინდა ზოგი ფიშკა მაღალია, ზოგი დაბალია. და ზოგთან ისე უნდა გავიარო, ზოგთან ესე, თორე სანომრედება და ჯარიმა ავიკიდე. ამიტომ ახლა სანომრეს მოხსნა. ორი ჯარიმა. ეხლა ჯარიმა აიკიდე მაგის. უეჭველი მაღლებთან. ხო, მაღლებთან. ხო, ясно, იმიტომ რომ ზოგი მაღალია, ზოგი დაბალია და რატო? თორე აუ აქ ნახე, ესია იმენი. აქ არის იმის განათება, ამის განათება, მეცხრე ბლოკი, ყველაფერი აქ არის. ყველაფერს ჩავხსნო არა სადღაც უნდა რომ მე შევკეცო. გამარჯო. დავი არ უქნას. არ შეეს ხდება რა. ძმობაა, მაგრამ რეგზე არ გამოდის. ეს უმოწყალოდ უნდა მოგექცე. ახოთ რა დრო გქონდა? 2 წამით ნელი ვიყავი. 2 წამი რა არ უცხო ხო არ ახარ ბიჭო. 2 წამი გარაფერი. რამდენი გინდა? რამდენი მინდა? რამდენი გვინდა? ანუ შეიძლება თქვენ. ნარე? რაღაცა ბას. ამათან სხვა კურსია. ხალირო დაგალევინო. წყალი დამა გემო გამასინჯე და გეტყვი მე. როგორია რა? ბიჭო როგორ ვიარე და ზოგი ფიშკა მაღალია, ზოგი დაბალია და რა ტრაქტორითაც გავდი. მაღალია. დაბალია სად არის? გეხოცებით ორგანიზატორი ძახის ყველა მაღალიაო და ის გადაკეტვა არის, არ არის ფიშკა. ანუ ის მან არ გიწევს. ანუ მე მეჩვენებ ეს ფიშკა არ არის. აფერისტია ბიჭო, აფერისტი. ფიშკა არ არისო, რაზე მეუბნები ის შეხედე. გადაკეტვაა ბიჭო. ზის გადაკეტვა არის? ბიჭო ეგ არის ფიშკა. იყენები და იქ. ვერ გავიგე რა. მოკლედ ზოგი მაღალია, ზოგი დაბალია და ტრაკის თამაში მიწევს ზოგ ფიშკასთან, ისა ზოგთან ეს. ნახოთ რა იქნება. მოკლედ გადავედი ფინალში და ნახოთ ფინალური ბოლა. просто ძალიან ცუდი საფარი, აი ძალიან ცუდი საფარია. ყველგან მიცურავს მოტო, დაჟე სიმძლავრე მოვაკელი, დაბალ იმაზე დავწიერო, დაბალი სიმძლავრე ქონოდა, მაგრამ ნახოთ რა იქნება. ძალიან ცურავს. მე მოცურდება, მოეჭიდება ცხვირს წერს და მოკლედ ბრძოლაში ვარ რა. ამ საფარისთვის ეს მოტო ცოტა ძლიერია. აქ მეგონა რომ მოიგებდა ჰანვეი 250-იან, მართლა მეგონა.
იმიტომ რომ სადაც თავისუფლად ბოლომდე თავისუფლად აძლევენ მოსახვევში და გადანაწილება წონის ისე აქვს, რომ აი ამ რაღაცებში უკეთესად დადის და. რავი, ეხლა მესამე ადგილისთვის იბრძოლებს ჰანვეი და KTM-ი და მე ფინალში უნდა შევხვდე Z650-ზე. მოკლედ მორჩა ფინალში გავედი მეორეზე საერთო ჯამში, ოღონდ წაგება მქონდა ერთი არ შესრულება ჩამითვალეს, ის რაც წეგან სხვასაც იგივე სიტუაცია ჰქონდა და რო თქვეს არა უშავსო, ანუ იმას თურმე წაგებული ქონია და ვიფიქრე რომ მეთქი რახან იმან ეგრე გააკეთა, მეც ეგრე რო გავაკეთე, არაფერი მექი და მოკლედ მე რაღაცა ვერ გავიგე და მაგის გამო დავჯარიმდი. მოკლედ წავაგე ლადოსთან, გუდაძესთან, საერთო ჯამში ისე გამოვიდა, რასაც ვამბობდი, იგივე აზრზე ვარ რა, ყოველთვის მოიგებს უპირატესობა ექნება იმას, ვისაც აქვს სკოლა, ვისაც აქვს ფიშკები, ვისაც აქვს მოედანი. აგერ ამ კლასში კი ხედავთ, მარტო ვიყავით. მე არც სკოლა მაქვს, არც ფიშკა, არც მოედანი, ნუ მამეთ ფიშკა და მოედანი მაქვს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე ხო ამაზე არ ვარჯო. რეალურად ეხა პირობითად მე რო ამაზე დავხარჯო, აი ალბათ ჩემი ცხოვრების ნახევარი საათი რა თქმა უნდა ბევრად უფრო კარგად ვული, მაგრამ იმ დღესაც კი 10 წუთი ვიარე, იმიტომ რომ ეს არ არის ჩემი სპორტი. ეხა უბრალოდ თხოვე თან ორგანიზატორებს, რომ საერთო ჯამში ჩემპიონატი რო ტარდება, არის ესე რომ პირველი, მეორე და მესამე ეტაპის ქულები ჯამდება. მე რო ეხა მესამე ეტაპზე მომელანდა რაღაცა და მოვედი და გამოვედი და მეორეზე რო გავედი, მაგით შეხებს გავუფუჭებდი ქულებს. ამიტომ ჩემი თხოვნა იყო ორგანიზატორებთან ისე მოხდა, რომ მე ვითომ არ წყოფილ ვარ. ანუ მეორე ადგილზე გასული მე გავედი, მესამე ადგილზე გასული იქნება მეორე ადგილზე გასული, მეოთხე ადგილზე გასული იქნება მესამე ადგილზე გასული. მე ვითომ არ წყოფილ ვარ, მოვედი გავერთე, რაც მინდოდა დავამტკიცე რომ ეგ არის, კი ყოველთვის ეგრე იქნება. და ერთადერთი რაც არის რომ ეს ყველაფერი ხელს უშლის იმას რომ ქალაქში სადაც ალბათ რავი მოტოზე ბევრად მეტი სკუტერია რა თქმა უნდა მაგაზე ორი არ არსებობს ძალიან ბევრი სკუტერია და საბოლოო ჯამში სტარტზე მოდიხარ და ხდება 4-5 კაცი ეგ არის მაგის პრობლემა იმიტომ რომ ყველას აქვს ის მომენტი რომ ვიღაცა ვინც გზას დადებს პირობითად იმან გზა იცის ის შეჯიბზარნა ეგ არის უბრალოდ ვამბობ რომ არასწორი მე ამას ყველგან ვაფიქსირებ ბიჭებსაც თვითონაც ვეუბნები სწორი თუ გინდა რომ იყოს თუ გზა იცი, საერთოდ არ უნდა გამოხვიდე. თუ აი ეს გზა შენ დადებული და შენ დადებულ გზაზე გამოდიხარ, ეგეც არასწორია, საერთოდ არ უნდა გამოხვიდე. ეს არის ჩემი აზრი. ამის გამო ბევრი არ გამოდის, დიდი ალბათობით ბევრი მეთანხმება კიდეც. და უბრალოდ ეგ არის რა, მე უბრალოდ გამოვედი, გავერთე, არანაირი ინტერესი არ მაქვს. ჯიმხანას არც დღეს, არც ხვალ, არც მომავალში. ყველაზე მინიმუმ ჯიმხანას ინტერესი რომ მქონდეს 10 წუთის მაგივრად 20 წუთი მაინც ვარჯიშებდი და სხვა თუ არაფერი საბურავის წნევას მაინც ვნახავდი და სხვა რაღაცა. მაგრამ უბრალოდ ეს ჩემი სფერო არ არის, უბრალოდ მართლა არ მაინტერესებს. თუ როდესმე გაკეთდება ჯიმხანა ისეთი, სადაც მაგალითად 1000 კუბიანი მოტოციკლით გამოსვლას აზრი ექნება, 600 კუბიანი მოტოთი გამოსვლას აზრი ექნება, სიამოვნებით გამოვა, მაგრამ აქ ეხა დალაგებული ყოველთვის ისეა, რომ რეალურად რო ავიღოთ, მე რო ეხა სიტყვაზე აქ მოვიდე 600-იანი ან 1000-იანი ბაიკით, არანაირი აზრი არ აქვს, იმიტომ რომ ელემენტარულ აი ამ კონუსებს შორის არ გაეტევა. რეალურად ჯიმხანა არის სამოყვარულო შეჯიბრი, სამოყვარულო შეჯიბრი იმ თავით თუ იმას ნიშნავს, რომ მე რო პირობითად Honda მყავს Goldwing GL 1800 და მოვედი აქ საყურებლად და მომინდა ჯიმხანაზე გამოსვლა, უნდა გამოვიდე და ყველა ფიშკას შორის უნდა გავიარო და გამოვიარო. რაც ეგ აქ ფიზიკურად შეუძლებელი იქნება.
ეს არის ჩემი აზრი, ეს არის ჩემი ხედვა. რავი, შეიძლება ბევრი არ დამეთანხმოს, მაგრამ სწორი ესეა. სამოყვარულო შეჯიბროცა ტარდება, არ უნდა კონდეს რომელიმე კონკრეტულ მოტოს უპირატესობა. ასევე ის რომ რომელიმე კონკრეტულ ადამიანს არ უნდა კონდეს ის უპირატესობა, რომ თუნდაც თავისი დახაზული და დალაგებული უნდა იყოს გზა. ეგ არის ჩემი აზრი. დაგემშვიდობებით, ჯიმხანას ექსპერიმენტი ჩავატარე. ვიფიქრე რომ მაინც მოვიგებდი, მაგრამ უკვე ბოლოს ისე ვიყავი, რომ ანუ მართლა ვარ მომემზადე, არავის აურობრალებ, უბრალოდ მართლა 10 წუთზე მეტი არ მივлия და თან ერთი რაც იყო რუსთავის ტრეკზე გავიარე. რუსთავის ტრეკის საფარი ამასთან შედარებით 1000 ჯერ უკეთესია და თან კიდე ერთი ისა რომ მოტოციკლეთს ვერ ვიმეტებ, იმიტომ რომ სულ ახალია და ჯერ თან ჩემიც არ არის და არ მინდა რომ რამე დაუშავო. მოკლედ დაგემშვიდობებით და შემდეგ ვიდეომდე. კლასი მაქსი, სკუტერები. მაშასე მესამე ადგილი. საბა ჯავახიშვილი. არ ხდება აპლოდისმენტები. მეორე ადგილი მიხეილ სიჩინავა. პირველი ადგილი და კლასის გამარჯვებული ირაკლი შუკაკიძე. აჯილდოებს საქართველოს ნაციონალური მოტოსპორტის ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ჩიქოვანი. აპლოდისმენტები გამარჯვებულებს. და გადავდივართ შემდეგ კლასზე, ეს გახლავთ კლასი მოტოციკლთა შორის მოყვარულები. მაშასე მესამე ადგილი თემა ლამსაძე. მეორე ადგილის პოზიცია დაიკავა გიორგი ანუაშვილმა. სად არის ანუაშვილი? ყველაზე გამორჩეული და ძლავრი მოტოციკლის მფლობელი. ანუაშვილი წასულა და პირველი ადგილი და კლასის გამარჯვებული პაატა აბულაძე. პაატა დაჩი აბულაძე. ახლა კი დღევანდელი დღის მოდი დავარქვა დღევანდელი რბოლის კულმინაცია. პოდიუმზე დაჯილდოვდება სპორტის ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის მიერ დღევანდელი რბოლის მთავარი გმირი ეს გახლავთ ანი რადულაშვილი პოდიუმზე. ანის დააჯილდოვებს სპორტის ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის წარმომადგენელი ბატონი გიორგი კიკნაძე. და ანის გადაეცემა 500 ლარიანი პისტოპ მოტოს ვაუჩერი. აპლოდისმენტები. ახლა კი დღევანდელი რბოლის ღონისძიების ყველაზე უმაღლესი კლასი აბსოლუტი. მაშასე კლას აბსოლუტში მესამე ადგილის პოზიცია დაიკავა მოტოსკოლა დრავა აკადემიის ხელმძღვანელმა ნიკა ფილიშვილმა. მეორე ადგილის პოზიცია გიგა გვაზავა. აჯილდოებს როგზის საქართველოს ჩემპიონი გიორგი აბაშიძე. ასევე მეორე ადგილსაც აჯილდოებს მრავალგზის საქართველოს ჩემპიონი მრავალ დისციპლინაში გიორგი აბაშიძე. პირველი ადგილი და კლასის გამარჯვებული გახლავთ მოტოსკოლა პისტოპ აკადემიის ხელმძღვანელი და დღევანდელი ღონისძიების ორგანიზატორი ლადო გუდაძე. ლადო, ხო? პირველ ადგილას კლასის ჩემპიონს გამარჯვებულს ლადო გუდაძეს დააჯილდოებს მრავალგზის საქართველოს ჩემპიონი მრავალი დისციპლინის ჩემპიონი გიორგი ჯიჯი აბაშიძე. სხვა პოდიუმთან საერთო ფოტოს გადასაგებად. ხოთ მოგძანდით.